დღევანდელ ვიდეოში მოვიდით თბილისის სხვადასხვა ობიექტებს და დავაგებთ მათ სივყავებს. თამოგწევთ ეს ვიდეო დალაიქეთ, გამოიწერთ ახლა გააქტიურეთ ჯარისხლაკი. ბოდიში გიხდით იმიტომ ვიდეო დიდი ხანი არ დამედია დაახლოებით თვეზე მეტი და თვე ნახევარზე მეტი. იმედია მაპატიეთ ვიდეო დიდი ხანი არ დამედია. ჩვენი პირველი ობიექტი არის თოლია და ეხლა კიდე წავიდეთ თოლიაში. წავიდეთ ვნახოთ როგორ იქნება შევკვეთავ სივყავას ნაყინით და კარამელით და წავედით. კაროჩე მეგობრებო, ესა ტუახში. ეს თოლია სივყავა, ეს ღირდა 8 და 50 მე მგონი. ზომა, რავი, 8 და 50 ცოტა რა, ცუდ ზომა არა. კაი, დავლიოთ. აუს, ძიათ. აუს. ისა. აუ, რა ცუდი ყავა. ძალიან ცუდი ყავა აქ. ძალიან ბევრი შაქარი არა აქ. ნაყინის გამოა ბევრი, რა ქვია, ტკბილი. მაგრამ ყავის გამო დიათ არა აქ. ანუ ძალიან დაბლა თუ ჩაწევა მას ყავის გამო აქ. ზემოთ ისე და რო აურევ, მე ყავის გამო აღარ აქ. ამას დავწერ 107 ხულას რა. ხრავი. სივყავა ნაყინს. ახლა კიდე წავიდეთ შემდეგი ობიექტისკენ, რომელიც არის ტანკენი. წავედით. მოგეთ მეგობრებო, მოვედით ახლა ტანკენში. ეხლა შავალთ და დავაგებთ მათ სივყავას. როგორც ვთქვით ტანკენს, რავი. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კაი სივყავა უნდა ქონდეს და წავედით რა. გამარჯობა. ერთი ცივი მოგეთ მეგობრებო, ტანკენის სივყავაც მოვიდა. კარამელი თულა ყველას რო იყოს. კაი იყოს, აქ გული დამიხატეს, მაგრამ გემოს არ შეცვლის ეგ. კაი, აგერა საჭირო. საშინელება ეს ქაღალდი საჭიროები რა, მაგრამ რას ვიზამთ? ეს ღირდა 13 ლარი და 95 ეთრი. რა ვნახოთ ეს გამართლებს თუ არა. კაი, ამიტომ რომ ყავის გამო აქვს. თოლიას ესე ძალიან არ ქონდა ყავის გამო. ისე სანამ ამასო თქვენ და გავწევთ ვიდეოს დავაიქება. არხის გამოწერა საზღარგის აქტიურება. ვიცი რომ ვიდეო დიდი ხანი არ დამიდია, მაგრამ საფრთხილია, ამიტომ თავდე ხშირად აქამდე არ მიცალავ. კაი, წავიდეთ შემდეგ ობიექტზე, რომელიც არის ლუკა პოლარე. სივყავა ნაყინით და კარამელით რო იყოს შეიძლება? კარამელი შეიძლება, კარამელის ნაყინი აერჩიოთ. ხო, ეგრე იყოს. კარამელის ნაყინს ვუწევთ. აი, მაგათ ესა ლუკა პოლარეს სივყავა ნაყინით, ცალკე კარამელით არ გქონდათ, ამიტომ კარამელის ნაყინით ავიღე, რომ დაახლოებით ერთ და იგივე შეფასება იყოს და კარჩე ეს გამოიყურება. დიდი ზომა არა, პატარა ზომა ავიღე და სუნი აქ ძალიან ყავის, აი იმენა ძალიან ყავის სუნი აქ. და გავშეთქოთ. ცოტა ვიძე იმას ფაფას გავს, მაგრამ აუ კაია. აუ ძალიან გემრიელია, ბიჭო. ძალიან კაია. ძალიან კაია, იმიტომ რომ თოლიასთან შედარებით ყავა არის ყველგან, ანუ ზემოთაც, ქვემოთაც და არიულია. თოლიაში ქვემოთ იყო ყავა, ზემოთ იყო ნაყინი და ზემოთ იყო კარამელი და ეგ ძალიან ცუდი იყო რა. რო ურევდი, მე ვაფშე მარტო ნაყინის გამო მქონდა და იმის მიუხედავად, რომ თოლიაც და ლუკა პოლარიც ნაყინის ობიექტები, ამას ბევრად კაი ის აქვს. სივყავა ვიდრე თოლია. თოლიას მარტო ნაყინი იყო იდეაში, როცა აურევდი. ეს ყავა ნაყინით. თან ძალიან ნაყინი ძალიან კაია რა. კარჩე ამას მე ძალიან მარტივად დავუწევ 10-დან 9-ს, იმიტომ რომ ძალიან გემრიელია. ძალიან. და იმედ კლასში ვნახავ თუ რამეა მე ამას დავუწევ. აი მოგეთ. წავედით ახლა შემდეგი სივყავის ობიექტისკენ. იდეა სივყავის ობიექტი არა, მაგრამ კაი, წავედით მოგეთ შემდეგ ადგილს დავალოთ სივყავას. წავედით. მოგეთ მეგობრებო, მოვიდით მაგნოლში, ესაა ჩვენი შემდეგი ობიექტი, გავშევთ. გავსიჯავთ აქ სივყავას. კაი, წავედით რა კარგი მაგნოლში. მოგეთ მეგობრებო, აგერა მაგნოლს სივყავა. ჩოლებისა. ესა 0.0, არა, 0.4 ლიტრიანი, ანუ 400 მილილიტრი. კარგი, 9 ლიტრია. სინჯოთ მაგდონალდსის ცივი ყავა. მოვხარე ნაყინითო, მაგრამ ნაყინით არ გვაქვს, იმით უნდა ნაღებით უნდა აიღოთ. აუ, ძალიან წარია. დაურიო ეს, ძალიან მისაბჭო.
ძალიან ყავის გემოქნა ზედმეტად. ანუ ისეთ ყავა ძალიან უყვარს, მაგისთვის კაი ვარ, ძალიან ყავა აქვს ამას. ძალიან ნაყინიც უნდა გავაკეთო, ნაყინი მოხონეს, ცივყავს ნაყინი გარშე, ამოამია. აი რა, ხო ხედავთ მურებ, იმენაურიე. კაი, იმენაურიე. არა, მაინც ძალიან ყავის გემო. ამას მე დავწერ 10-დან 5 გულას. მე არ მომეწონა. ანუ 5 გულას იმიტომ დავწერ და არა უფრო ნაკლებს რო ისა. ეს ყავა, ვისაც ყავა უყვარს მაგისთვის აკარი. თორე 5 გულში არაა კაი. ხო რა, ანუ სხვათან შედარებით. დღეს რაც გავშვი, ყველაზე სულ და ესაა ჯერჯერობით. კარგი, წავედით შემდეგ ობიექტიდან, სადაც გავშვათ სივყავს, წავედით. მოვიდეთ მეგობრებო, ამას პირველად ვიძახი და საქართველოში მოვედით Starbucks-თან. ну რა ვიცი, ვიყავების ვიდეოს Starbucks-ის გარეშე ვერ გადავიღებდი ეხლა, იმიტომ რომ ერთი თუ წინ ამას ვაფშე ვერ გადავიღებდი Starbucks-თან და ეხლა Starbucks-ში ვიღებ. დიდი ალბათობით ყველაზე ძვირი ყავა Starbucks-ში იქნება, ასევე არ ვიცი, საქართველოში არ დამელევია და კაროჩე, ნახოთ როგორი ყავა იქნება Starbucks-ში რა. ну ეს ქართულ Starbucks-ში როგორი ყავა იქნება, ეგ ვნახოთ, იმიტომ რომ სხვა ქვეყნებში გასინჯული მაქვს და სხვა ქვეყნების Starbucks-ას შევატარებ ქართულ Starbucks-ს. ეხლა წავედით ქართულ Starbucks-ში. კაროჩე, მეგობრებო, ეს არიგი რა. რამე. ხო და რავი, ძალიან დიდი რიგია ბიჭო. არა და რავი, 1-5 დღეა უკვე, არა 5 არა, მაგრამ ხო, კარგია. დაახლოებით მაგდენი ხანი იქნება Starbucks-ი გაიხსნა საქართველოში და ისევ ამდენი ამხილა რიგი რატო არ ვიცი. ვიდიქები 1.5 საათი და შევუკვეთავ ყავას რა თქვენთვის. და ამიტომაც არხი გამოიწერეთ ვიდეო და ლაიქეთ, საერთოდ გააქტიურეთ. მოკლედ მეგობრებო, Starbucks-ის ყავაც მოვიდა. ძალიან დიდი ხანი ველოდებოდი, მაგრამ ხელა აქედაც მიყავა. აქ რომ მოხონი მენა საჭიროა. კაღაზის სატრუპი აქაც. ვაფშე ეს უღარეს კაღაზია, ვაფშე დავენება ეს. კაროჩე. დიდი ხანი ველოდებოდი, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხია და მაგიტო ალბათ ჩემამდე, რავი, 1.50 კაცს მაშაუყვეთა ჩემამდე. რა უკანაც ხედავთ ალბათ რა ხდება. ყველგან გარეთ გადის ხალხი. ანუ რიგი გარეთაა. აი და მოკლედ გავსჯოთ Starbucks-ის კარამელის ფრაპუჩინო რა. ძალიან კარგი, აი ძალიან მოყვარს Starbucks-ის კარამელის ფრაპუჩინო. უბრალოდ იმაზე ტკბილია ვიდრე არის ხოლმე და ტკბილი ზიათ არ უყვარს. ძალიან ტკბილი კარამელია. არა, საბოლოო ჯამში ძალიან გემრიელია. ყავაც აქვს. ანუ ყველაფერი დაბალანსებულად არა, ესეთი მიყვარს, შევიყავ მე. რა ქვია, Luca Polares-ს დაახლოებით ესეთი გემოქნა, მაგრამ იმას ცოტათი მეტი ყავა ქონდა რა. გემრიელია. არცეთ ყავა არ გამთავები, ამას დიდი სიამოვნებით დავალო გველომბე. 10-დან 10 გულას ვწერ, უდაოდ ეს ჩემს ესეთ უნდა იყოს ვიყავ. არაფერი, არც ნაკლია, არც ეს ზედმეტი არაფერი არ აქვს რა. სამშვენიერია. 10-დან 10 აქ უდაოდ, ვისაც არ შეერათ, მოდით კარამელის ფრაპუჩინო შევუკვეთეთ და ნახოთ რომ ძალიან გემრიელია რა. ну კარამელის ვიყავებით ვიდეო ფაქტს. მე მიყვარს კარამელი. ხო და იაში ეს იყო ვიდეო. ეხლა მოდი გადავიდეთ გარეთ, იმიტომ რომ აქ დავიღალე რა ძალიან. მოკლედ მეგობრებო, გამოვიდეთ Starbucks-თან, რომ მოგეტყოთ, ძალიან დავიღალე ამდენი ყავის დალევით. იდეაში ყავის დალევით არ მოვიღლებოდი, მაგრამ იმდენი დავიღალე. კარგი, პირველ ადგილზე გავუყვან Starbucks, მეორე ადგილზე გავუყვან რა ქვია, Luca Polares, მესამე ადგილზე გავუყვან Dunkin'-ს. კარგი, Starbucks-ს ძალიან კაი ყავა, ძალიან მომეწონა, Dunkin'-საც კაი, კი არა, Luca Polares-საც კაი აქვს. Dunkin'-ს შედარებით ცუდი აქვს რა. ანუ კაია, სამი ძალიან კაი იყო სხვა შორის, მაგრამ Dunkin' შედარებით დაბლა იყო და იმას თუ გავთვალისწინებთ, Dunkin' და Starbucks-ი ერთი ფასი იყო, ყოველთვის Starbucks დავალო. საბოლოო ჯამში ეს იყო ვიდეო, თუ მოგწონთ, დალაიქეთ, გამოიწერთ არხი გააქტიურეთ ჩანაცვლაგი. და იყო და ეგ რა, ბოდიშით რო ვიდეო კიდე დიდი ხანი არ გამიდია, გავაქტიურდები ზაფხულში და ბევრი ვიდეოს დავწავეთ.